პირველი შეკითხვა ჩემპიონს ილია თოფურიას. ილია ბრძოლის კვირაში ძალიან თავდაჯერებული იყავი. ჯასტინ გეიჯი ამბობს, რომ კვირას სახეს შეგიცვლის. რას უპასუხებდი მას? შეუძლია სცადოს, ჩვეულებრივად სცადოს. ვიცი რომ სოფლიოში საუკეთესო ვარ. 2 დღეში ის ოქტაგონზე იქნება. ჩვენ ერთსა და იმავე ადგილს გავიზიარებ და მას შეიძლება დამიმტკიცოს რომ ვწდები. გრძნობ რომ საუკეთესო ვარ. თუ ფიქრობთ რომ ასე არ არის, უბრალოდ დამიმტკიცეთ საპირისპირო, თუ შეგიძლიათ. მაგრამ მე ეჭვება. ვიცი რომ პირველ რაუნდში გავთიშავ. ეს არის ყველაფერი რაც ვიცი. შეკითხვა ჯასტინს 17 ადამიანმა სცადა ილიას წინააღმდეგ ბრძოლა და ყველა დამარცხდა. რითი ხარ შენ განსხვავებული და რატომ ფიქრობ რომ ამ გამარჯვებას შენ მოიპოვებ? დიახ, ეჯგარეშე რომ ეს ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ის მეორეა ფაუნდის რეიტინგში, მაგრამ მე საუკეთესოებთან მიბრძოლია. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს გალიაში და ვაპირებ ეს გამოცდილება გამოვიყენო რომ გავიმარჯვო. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთო, ეს არის შესვლა და იდეალურად ასპარეზობა. მე ვენდობი ჩემს შესაძლებლობებს, ამიტომ უბრალოდ შევალ და ყველაფერს სასწორზე დავდებ. ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთება შემიძლია. კიდევ ერთი შეკითხვა შენ, ილია. ამჟამად ფაუნდის რეიტინგში მეორე ადგილზე ხარ. წარსულში უკვე იკავებდი ამ პირველ პოზიციას. რას აპირებ კვირას, რომ კვლავ პირველი ნომერი გახდე? მე პირველი ნომერი ვარ, არც კითხვა რომ მეორე ვარ. საკუთარი თავისთვის მე პირველი ვარ. როგორ აპირებ ამის გაკეთებას? როგორ დაუმტკიცებ ამას იმ ხალხს, ვინც რეიტინგებს ადგენს? ჩემი მეტოქის პირველ რაუნდში ნოკაუტში გაგზავნით. შენ და ალექს პერეირა ამ საწვრთნელი ბანაკის განმავლობაში კარგი მეგობრები გახდით. თუ ალექსი თავის მესამე კამარს მოიპოვებს, როგორ ფიქრობ, ეს მას გოუთად აქცევს? მისმინე, ის უკვე საუკეთესოა. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება კვირას, ჩემთვის ის უკვე გოუთია. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება კვირას. ის უკვე არის ერთ-ერთი საუკეთესო. ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში. პერეირა ილიას საჭმელს და ბარტყივით პირში უდებს. მოვკეტე მანდ. თოფურიას დიდი ფანი ვარ. ბოდიშს გიხდით, თოფურია, ალბათ ჩემი საყვარელი მებრძოლია. სიმართლე გითხრათ, ეს ყველას თიშავს. მოვკეტე შენი მყრალი პირი. ჩიტივით აჭმევს. ეს დაუჯერებელი ხალკი წერს თითქოს პერეირა საჭმელს დაღეჭავს და ჩიტივით პირში აჭმევს, როგორც პატარა ბარტყს. მაპატიეთ, მაგრამ ამის ატანა აღარ შემიძლია. მოვკეტე, არავის უყვარვარ ამ დაუჯერებელი ხალკის გამო, ის ხოვრებას მინგრევს. მე ვიმედოვნებ რომ დერეკ ლუისმა მაგრად ივარჯიშა რომ ეს შეძლოს და გააჩეროს ეს ყველაფერი. ხომ გესმით, რომ შეძლოს ამ სიგიჟის შეჩერება? რადგან უკვე დავიღალე ამით. მწვრთნელებიც აღარ მყავს, მეგობრებიც აღარ მყავს ამ დაუჯერებელი ხალკის გამო. არავის ვჭირდები. ჯასტინ გეიჯი პირველ რაუნდში არასდროს არავის დაუნოკაუტებია. შენ ამბობ რომ ამას 2 წუთში გააკეთებ. რატომ ხარ ასე დარწმუნებული რომ პირველი იქნები ვინც მას ასე ადრე გათიშავს? მაქს ჰოლუეც არავის დაუნოკაუტებია. მე კი ის დავაძინე. რატო გონიათ რომ იგივეს გააკეთება არ შემიძლია? ჯასტინ მაგულის სიღრმეში იცის რომ პირველ რაუნდში ნოკაუტში გაუშვებ. ეს სიმართლე არ არის. მან ეს იცის, რა თქმა უნდა. იცი რა, შენ შეიძლება ასე ფიქრობ, მაგრამ არა, ეს ესე არ არის. მე არ ვფიქრობ, რომ მე ვიქნები ის, ვინც არ მგონია, ეს დაუჯერებელი ხალკი გეიჯის გულშემატკივრებს ამერიკისთვის. ამას გაუთიშეთ მიკროფონი. და ის აპირებს და გეიჯი ზეწოლას მოახდენს. უბრალოდ მოკეტე. ის ზეწოლას მოახდენს და ბრძოლას აურევს. ასე ფიქრობს დაუჯერებელი ხალკი და ამიტომაც ის გეიჯის მხარესაა. მაგრამ თოფურია, შენი დიდი ფანი ვარ. შენ ყველას თიშავ, მაგრამ მე გეიჯი ვფიქრობ რომ ის მზად არის. ის მშიერია, ხო, სულ ეს არის. შემდეგი შეკითხვა ჯასტინს, შენ თქვი რომ ამ ბრძოლაში შენი გეგმაა წინსვლა. ილია ამბობს რომ ზუსტად ამას ედის შენგან. დარწმუნებული ხარ რომ ეს ილიას დასამარცხებლად საუკეთესო გზა არის? დარწმუნებული ვარ რომ ჩემმა მწვრთნელმა ბრწყინვალე გეგმა შემოიმუშავა და შენი მწვრთნელები ჩვენთან ერთად შემოვლენ მანდ. მაგ ოქტაგონზე მარტო იქნები და რა ხდის შენს მწვრთნელს საუკეთესოდ? მისი წარმატება, უდაო წარმატება. რომელ წარმატებაზეა საუბარი? სხვა ათლეტები, მე თვითონ, ჩვენი მიღწევები, მისი მიღწევები მთლიანობაში, აი რა ხდის მას წარმატებულს. გამოდის რომ ეს ჩემ მწვრთნელს ხდის მსოფლიოში საუკეთესოს. რადგან მე მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ქვემსუბუქ ზონაში. წარმატებით დავიცავი, ახლა კი მსუბუქ ზონაში ავდივარ მეორე ტიტულისთვის. ასე რომ გამოდის რომ ჩემი მწვრთნელები ყოფილან საუკეთესო. ჩემი მწვრთნელია მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი მყავს. მსოფლიოში საუკეთესო ვარ და საუკეთესო მწვრთნელი მყავს. ჯასტინ ილია ამბობს რომ შენი მამის და შენი ქვეყნის თვალწინ შენი ნოკაუტში გაგზავნა უნდა. რას ფიქრობ ამ კომენტარზე? და თუ ელოდი რომ ეს ბრძოლა ასე პირადულში გადავიდოდა?
რა თქმა უნდა, ჩხუბი პირადულია. ჩვენ ხომ ერთმანეთის ცემას ვცდილობთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ეს არის ჩვენი სპორტი. არც ერთ თქვენთაგანს არ ესმის, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი. ხოლო ჩვენ მებრძოლებს გვესმის იქ ყოველ ჯერზე შესვლის შემდეგ და ზოგიერთი ჩვენგანს ეს უყვარს. ზოგიერთ თქვენგანს ვერც კი წარმოუდგენია ასეთ რისკზე წასვლა. თუმცა ჩვენ როგორც მებრძოლები სწორედ ამას ვაკეთებთ. ჩემი შეკითხვა ილიას და ჯასტინს. ილია, შენ რომ ალექსთან გაერთიანებულიყავი და შენ, ჯასტინ, ჰოკიტთან და 4-ვე ოთახში გამოგკეტონ. საიდანაც ცოცხალი მხოლოდ 2 დარჩება. ვინ გამოვა ამ ოთახიდან ცოცხალი? მოდით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯასტინს მივანდოთ. ჩემს წინაშე ძალიან საშიში მეტოქეა, მხოლოდ ეცმა დარდებს ახლა. შეიძლება ჩავერიო, გთხოვთ, გეხვეწებით. ვფიქრობ თოფურია ასეთი გაბრაზებულია, რადგან ის დაბალია, აბაზანის სარკეში საკუთარ თავს ვერ ხედავს. და მან ცოლად მოიყვანა სტრიპტიზორი მაიამიდან. მაპატიეთ, ეს დაუჯერებელი ხალხი უბრალოდ სულ შარში მხევს, მაპატიეთ თოფურია, მაგრამ მე შენი დიდი ფანი ვარ. მაინც ჩემი საყვარელი მებრძოლი ხარ. შენ წინაშე რთული ამოცანაა და გეიჯი ძალიან მშიერია და ის ამერიკელია. და რაც თავარია, ასე ამბობს დაუჯერებელი ხალხი. Load up on guns, bring your friends. It's fun to lose and to pretend she's a